მოგესალმებით, დღეს პარასკევია, საღამოს 9-ის ნახევარი და ტელეკომპანია თანამგზავრის პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს ток-შოუ დიალოგი ნატო მეგუთნიშვილთან ერთად. როგორია ახალი ხელისუფლების მმართველობის 100 წელი? რა ნეგატიური და 100 დღე, რა პოზიტიური და ნეგატიური ცვლილებები განხორციელდა ქვეყანაში, რა მოხდა და რა შეიძლება მოხდეს? დღეს სწორედ ამ საკითხებზე ვსაუბრობთ ჩემი გადაცემის სტუმრებთან. ერთად წარმოგიდგენ თელავში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მალხაზ სიხნიაშვილი, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ქსელის წარმომადგენელი, დემოკრატიის სკოლის წარმომადგენელი ნიკოლოზ შარვაშიძე, მედიის წარმომადგენელი ჟურნალისტი ნანა ქიბიშაური და საზოგადოებრივი დარბაზის წარმომადგენელი ჯუმბერ სახიაშვილი. დარბაზში ასევე ყავს არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოებრივი დარბაზის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და გადაცემის სრულობის დროს თქვენთვის საინტერესო შეკითხვებით შეგიძლიათ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომერზე 27 61 60. თავდაპირველად მოდით გავაკეთოთ ზოგადი შეფასებები, როგორია ახალი ხელისუფლების მმართველობის 100 დღე. მალხაზ. მარკესის მმართველობის 100 წელიწადი გამახსენდა რატომღაც? ჯერჯერობით როგორც ვთქვი, ახლა 100 დღე ბევრი არ არის, შესაძლებელი არ არის, რომ რაღაც ესეთი ძალიან ფუნდამენტური შეფასებები მივცეთ. ძირითადად მიმდინარეობს ძალაუფლებისთვის ბრძოლა, ანუ მართალია არის ცენტრალურ ხელისუფლებაში გაიმარჯვეს ოცნების წარმომადგენლება, მაგრამ რაიონულ რგოლებში ისევ იყო ნაცმოძრაობის ძირითადად მმართველობა, ანუ თვითმმართველობებში მაქვს მე თვითმმართველობებს გულისხმობ. ძირითადად მიმდინარეობს ახლა ამ თვითმმართველობებში ამ პოლიტიკური ძალის მოსვლა. ანუ ნაცმოძრაობის ხალხს ანაცვლებს ოცნების წარმომადგენლები. სხვა ისეთი რაღაც ესეთი ცვლილებები ქვეყანაში მაინც და მაინც ჯერ არ არის განხორციელებული. ბატონო ნიკოლოზ, თქვენი შეფასება? ვისაუბრეთ ტელემაყურებელს. ალბათ ჩემი შეფასებაც იქნება ისეთი ზოგადი, როგორც ყველასი, ანუ 100 დღე არ არის ის ვადა, რომელიც ანუ რაღაც გარკვეული შეფასებები შეიძლება, თუმცა არის ახეზე რაღაც გარკვეული პროცესები, რომლის შეფასებაც შეგვიძლია რომელსაც ვხედავთ, ხო? აი იგივე რაც ახსენეს თვითმმართველობებთან დაკავშირებით, ეს არის მე ვთვლი ძალიან ცუდი პროცესი, რომელიც აშკარად და ღიად ერევა ხელისუფლება, თვითონ პრემიერ-მინისტრმა აღიარა დამარწმუნეს ამაში და მაგიტომ ვაკეთებდით ამას. მიდის პირდაპირ ღია ჩარევა არის ზეწოლა და ეს არ არის კარგი ასეთ ეგრეთ წოდებული თანაცხოვრებისთვის, ხო? თუ გვინდა დემოკრატია, თუ გვინდა ნორმალური საზოგადოების და ქვეყნის აშენება, ეს უნდა შევძლოთ, რომ შეიძლება ხელისუფლებაში პარლამენტში იყოს ერთი პარტია, ადგილობრივ დონეზე იყოს მეორე პარტია. თუმცა თუნა იმოქმედონ ისე ურთიერთშეთანხმებით და გააკეთონ საქვეყნო საქმე და არა ვიცი რაღაც პარტიული ინტერესებს გადააყოლონ თუნდაც თვითმმართველობის და ასე ვთქვათ, არ უნდა იყოს პოლიტიკური ნიშნით დევნა. ნანა. დავეთანხმები ჩემი მეგობრების მოსაზრებებს, ნამდვილად არ არის საკმარისი დრო 100 დღე და ის საქმიანობა არის გაკეთებაც გახდა შესაძლებელი, ხო, ამ მოკლე პერიოდში 100 დღე იქნება და კიდევ რამდენიმე წლის მერეც რაც გაკეთდება, ხო, თქვენ უკვე მოგსწრაფებთ 100 წლის გადმოსახედიდან მერე შეფასდება ობიექტურად. ეხლა ცოტა ძნელია ამ შეფასებების გაკეთება. მაგრამ ჩვენ რასაც ვხედავთ, როგორიც არის ჩვენი ყოველდღიურობა, ხო, თვითმმართველობებზე იყო საუბარი, რეალურად ასეა, როდესაც ორი საკრებულოს თავმჯდომარე ხვდება ერთმანეთს, არის ესეთი შეკითხვა, რომელი მუხლით გაგათავისუფლეს და არის პასუხი, რომ ეს მუხლი არ არის. ეს არის ციხლი. რეალურად ესეა, თვითმმართველობებზე რეალურად ხორციელდება ზეწოლა, ჩემი მოსაზრება ასეთი არ ვიცი, დამეთანხმებათ თუ არა ბატონო. ნახოთ, რამდენად დაგეთანხმებათ საზოგადოებრივი დარბაზის ხელმძღვანელი ბატონი ჯუმბერ სახიაშვილი, რომელიც დღეს პირველად არის ჩვენთან სტუდიაში პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. იცით რა შეასაქმე, როდესაც ადამიანი მოდის ხელისუფლებაში იმ აზრით, რომ სისტემა უნდა შეიცვალოს, ცოტა სხვა მიდგომა უნდა ქონდეს. საქმე იმაშია, რომ ორ ხელისუფლებიანობა წამგებიანია ქვეყნისთვის. ეხლა გამოდის ის ამბავი, რომ ვითომ ახალი გზა უნდა ავირჩიოთ ჩვენ, ყველაფერს იმას დავანებოთ თავი, რაც მანგერი იყო იმ ხელისუფლების დროს და გამოდის ისეთი ამბავი, რომ ერთი მხარე ეწევა სხვა მხარეს
მეორე ვინც მოსულია მეორე მხარეს ეწევა და იმიტომ დამოხვრიჭებულია თორე 100 დღეში ალბათ უკეთესი შედეგები ექნებოდა ახალ ხელისუფლებას საქმე იმაშია რომ ივანიშვილს პირდაპირ გვარებით გამოვალ ალბათ იმას ივანიშვილს უწუნებენ იმას რომ იცით რა შეასაქმე აი რომ გადიხარ და გარედან დანარჩენ სამყაროს ევროპა ის ამერიკა და ეუბნებით რომ იცით რა შეასაქმე ჩვენ საქმე იმაშია ის დამალული რაც იყო იმან წაახდინა ქვეყანა და ეხლა თუ ბიზნესის მართვაშია საუბარი ეს მსოფლიო მნიშვნელობით მეორე ადგილზე ვართ უბრალოდ სასაცილოა იმიტომ რომ ისეთი ქვეყნებია ჩართული ამ იმაში ბიზნესში იმაში რომ ეს საქართველოს ვერასდროს აი ახლა ვიძახი ვერასდროს ვერ ჩადგება ისე მოხსენებიდან გამოდიოდა მოგწალებული მოხსენება იყო მართლაც სასიამოვნოა იმ ხრივ რომ საამაყო 100 დღეში არაფერი არ გაკეთება ისეთი მაგრამ მიმდინარეობა რაც აიღო ხელისუფლებამ სწორი მე მიმაჩნია ჩემი პირადი აზრია სწორი მიმართულებაა ყველგან უნდა დამყარდეს წესრიგი და კანონი უნდა იყოს ყველასათვის ერთი და არა შერჩევით და ნახოთ რას ფიქრობენ ჩვენი სტუმრები დარბაზში როგორ შეაფასებთ ახალი ხელისუფლების მმართველობის 100 დღეს? ითქვა ბრძოლა, ესე იგი პირველობისათვის აქ სკამებისათვის, პირველ სკოლის ძალაუფლების ხელში შესაძლებელია. ჯერჯერობით თვალშისაცემი ბევრი არაფერი გაკეთებულა. მაგრამ იმედია რომ ეს ივანიშვილი თავის კურსს განახორციელებს ბოლომდე. მადლობთ, ბატონო. ივანე ბუჩუკური, ვეტერანთა საზოგადოება. გახდა ახლა უკვე 100 დღე, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა. რა თქმა უნდა, საზოგადოებას ჩაესახა ახალი იმედები და იმედების მოლოდინში ვართ ჩვენ ყველანი. თუმცა ის შეცდომები, რომელიც იყო წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული, საუბარი არის არასწორი საკადრო შერჩევაზე, სამწუხაროდ დღეს კიდევ გრძელდება. იმედს ვიქონებთ, რომ ამ შეცდომებს და ამ არასწორ მიდგომას ახალი ხელისუფლება გამოასწორებს, რათა სწორედ კადრების სწორი შერჩევა არის გარანტი საზოგადოების განვითარებისა და ქვეყნისა. მადლობთ. ზურაბ როსტომაშვილი დარბაზი. მე ვფიქრობ, რომ 100 დღე ძალიან მცირე ვადაა, რომ შევაფასოთ. ჯერ 20 წელია ქვეყანა უკან მიდის და ჯერ 100 დღე ისეთი ცოტა ვადაა, რომ ამაზე ლაპარაკი ჯერ არ შეიძლება 2-3 წელი უნდა გავიდეს, რომ შედეგები დავინახოთ. მადლობთ და უკან. შალვაჭკადოა დემოკრატიის სკოლის წარმომადგენელი. ამას დღის განმავლობაში ჩვენ მუდმივად ვხედავთ პოლიტიკური ტემპერატურის აწევა-დაწევას. ეს არის ნორმალური პროცესი, იმიტომ რომ თავისი მნიშვნელობით ეს არჩევნები, გასული არჩევნები იყო რევოლუციური. და ეს არის ნორმალური რა პროცესებიც მიმდინარეობს საქართველოში. ეხლა ჩვენ თუ იქიდან მივდგებით, რომ თანაცხოვრების ან კოჰაბიტაციის პრინციპებიდან გამომდინარე, ეს ვერ იქნება საქართველოში, იმიტომ რომ საქართველოში არ არის განვითარებული ის დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლის ფარგლებშიც შეიძლება მოხდეს თანაცხოვრება ორი დაპირისპირებული პოლიტიკური ძალისა. აქედან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ ეს პროცესები, რაც მიდის საქართველოში, არის ძალიან ნორმალური. და დავაკვირდეთ, თავარია არ შევიდეთ ჩიხში, პოლიტიკურ ჩიხში. მადლობთ და ბატონო თამას. დიახ, აბზანდით, გამოჩნდებით. თამაზ ორდუაშვილი, დარბაზის წევრი. აი პირველად გამოვდივარ ამჟამად, მე და ხოლო ჩემს სიცოცხლეში ახლა ვიცავ ხელისუფლების პოზიციას, ახალ ხელისუფლების. მე ვიცი, რომ რთულია, პრეტენზიები მართლა ძალიან დიდია, მაგრამ უფრო პრეტენზიები მე მგონი უნდა იყოს ყოფილთან და არც თუ ყოფილი.
ნორმალურ ქვეყნებში, თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყოველთვის პრეზიდენტი, როდესაც მეორედ აირჩევა, მეორებადით, უმცირესობაში ხვდება იგი საკანონმდებლო ორგანოში. მაგრამ არასოდეს არ უთქვია არც კლინტონს, არც ახლანდელ პრეზიდენტს, რომ ჩვენ ვართ ოპოზიციაში. როგორ შეიძლება იყოს პრეზიდენტი ოპოზიციაში? ერთ-ერთი უბედურების მონტანი დღეს კიდევ რომ არის ასეთი გაუგებრობა დაზაბულობა, მიზეზი არის სწორედ, როდესაც სახელმწიფოს მეთაური ამ სიტყვებს ამბობს. თანაც მარტო მეთაური რომ იყოს, კიდე რა უჭირდა, მაგრამ ამავ დროს არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელიც, რაც გაორება ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების უფლების გაყოფა ხდება ამ შემთხვევაში. თანაც თვითონ მომს რომ ორ ხელისუფლებიანობა, ერთ-ერთი მიზეზი ეს არის. იმაზე დიდი რაღა გინდათ ხალხური, მე მგონი დღეს ყველა ფსიქოლოგიურად მოეხსნა ის დიდი დატვირთვა, წმეხი, ტერორი რაც იყო, ესეც მე მგონი წინ წასული საქმეა. ნახოთ შემდეგი. ახლა მე როგორც ვიცი, ახლა ვამბობდით, რომ თვითმმართველობა სად არის? არ არის ჩვენთან თვითმმართველობა. უკვე 10 წელზე მეტია საერთოდ აღარ არის თვითმმართველობა. დღეს უკვე პროექტია გამზადებული, შეტანილი მე როგორც ვიცი, საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტში, უნდა მოხდეს თვითმმართველობის დეცენტრალიზაცია. და აი ნახოთ ის კანონი ალბათ პროექტი უფრო მეტად დაარეგულირებს თვითმმართველობას. თუ არ იქნება ადგილზე თვითმმართველობა, მართლა არჩევითი ყველაფერი წარმოუდგენელია რამე წინსვლა. ერთ-ერთი შეფერხების მიზეზიც ეს არის. მადლობთ. როგორია ახალი ხელისუფლების მმართველობის 100 დღე, როგორია თქვენი შეფასება? თამარ მიქელაძე, ასისტენტ პროფესორი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მე ალბათ მთავრობის გაწეულ სამუშაოზე 100 დღის განმავლობაში უფრო სხვა კუთხით ვისაუბრებდი კონკრეტულად განათლების სფეროში. მე ვფიქრობ, გარკვეული ნაბიჯები განხორციელდა, ეფექტური ნაბიჯები, მაგრამ სამწუხაროდ ის, რასაც ველოდებოდით, თქვა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცვლილებები, აი ამ ცვლილებებს, ასე თქვა, ეს ცვლილებები ჩვენ ვერ დავინახეთ უნივერსიტეტში, თუმცა თვითონ განათლების მხრივ აი ეს ერთ-ერთი ეფექტური ის მახსოვს, რომ 14 მიმართულების მხრივ საბაკალავრო პროგრამებზე მაგალითად უფასო სწავლებას თავაზობენ სტუდენტებს, მაგრამ ის რომ თელავის უნივერსიტეტში კვლავ პრობლემები გვაქვს და ამაზე მთავრობა არ რეაგირებს, ეს კვლავ იწევს აი ამ დაფიქრებას, თუ რატომ 100 დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა ეს. მადლობთ, ბატონო და მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებლებს დარბაზს. ნოდა რეჟიშვილი დემოკრატიის სკოლის წარმომადგენელი. ნამდვილად საინტერესო 100 დღე იყო, პირველ რიგში მინდა ეს აღნიშნო, იმიტომ რომ როგორც ბატონმა შრომამ აღნიშნა, პოლიტიკური ასე ვთქვათ მუხტი იწევდა დაბლა, მაღლა და ასე შემდეგ. ეს არის ნამდვილად ჩვეულებრივი პროცესი, თუმცა მე მინდა აღვნიშნო, შეიძლება ამ მუხტის აწევას და პოლიტიკოსების ერთმანეთთან დაპირისპირებას მოჰყვეს ძალიან ცუდი შედეგი და პირველ რიგში დაზარალდეს მთლიანად ქვეყანა. ნაცვლად იმისა, რომ ორივე მხარემ, ორმა ხელისუფლებამ იზრუნოს ქვეყნის აღშენებლობაზე, ნაცვლად იმისა, რომ ვიფიქრონ ადამიანების დახმარებაზე, ისედაც ბევრი დაკარგა საქართველოს ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში, ნამდვილად ბევრი პრობლემა ჰქონდა, იგივე აგვისტოს ომი 90-იანები, დღევანდელი დღე აღარ არის იმის დრო, რომ ერთმანეთს ებრძოლოს ხელისუფლება. პირიქით რომ მოვიდა, გაერთიანდნენ ერთმანეთთან რაღაც საერთო ენა გამორახონ. ძველი ხელისუფლება უნდა შეეგუოს იმას, რომ თავისი პერიოდი წავიდა, იყო ის 9-10 წელი და რაც შესძლო, ნამდვილად გააკეთა. მაგრამ უნდა მისცეს ახალ ხელისუფლებას იმის შესაძლებლობა და საშუალება, რომ შვიდად და ნორმალურად მოიყვანო ქვეყანა და დააყენონ ფეხზე. მადლობთ და ქრისტიან დემოკრატებს თუ სურთ აზრის გამოთქმა. საქართველოში მოქმედება არასამთავრობო სექტორმა, აგრეთვე შეაფასა მთავრობის 100 დღიანი მუშაობა. მე ციტირებას მოვახდენ სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების თავმჯდომარის განცხადებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ცვლილების პროცესი არ უნდა შეხებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, არჩევნების დასრულებისთანავე ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ხელმძღვანელი პირების შეცვლის პროცესი დაიწყო. რამდენად დემოკრატიული იყო ეს პროცესები, ნაწილობრივ შევეხეთ. რა ხდება ადგილობრივ თვითმმართველობებში? გისმენთ ბატონო ნიკოლას. ადგილობრივ თვითმმართველობის შესახებ ბევრი ვისაუბრეთ და იყო მოსაზრება გამოთქმული, არ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობა.
ნუ ფაქტიურად შეიძლება ვთქვათ, რომ იმ უფლება-მოვალეობებით, რაც უნდა იყოს ნამდვილ თვითმმართველობა, დღეს ნამდვილად არ გვაქვს. არის დამოკიდებული ხელისუფლებაზე. იგივე ადგილობრივი გადასახადები მიდის ცენტრალურ ბიუჯეტში და ადგილობრივი თვითმმართველობა არის დოტაციაზე ცენტრალურ ბიუჯეტიდან. რაც არაძლევს იმის საშუალებას ადგილობრივ ხელისუფლებას თუ ადგილობრივ მთავრობას, რომ მოქმედოს დამოუკიდებლად. აქედან გამომდინარე არის გარკვეული ზეწოლები, გარკვეული არასწორი, ასე ვთქვათ, ის რომ არ აქვს რეალური თვითმმართველობა, ამართლებს თუ არა იმას, რომ ხდებოდა ზეწოლები? არა, ნამდვილად არ ამართლებს, აი წეგან შალომ აღნიშნა, როცა არ აქვს ძლიერი ინსტიტუტები და არა ინსტიტუტი ძლიერი, რომელთაც შეგვიძლია რაღაც ბერკეტი გამოვიყენოთ, ხო? აქედან გამომდინარე ყოველთვის იქნება ეს ზეწოლა და კიდევ ის რომ თვითმმართველობა ყოველთვის დამოკიდებულია ცენტრალურ ხელისუფლებაზე, არ არის დამოუკიდებელი, მიმულია იქით, ნუ ვერ ვიტყვით, რომ დამოუკიდებელია და კარგ მდგომარეობაში თვითმმართველობა. სწორედ აქედან გამომდინარე არის ის, არ ვიცი რა დავარქვა, ზეწოლა თუ კოჰაბიტაცია თუ რა ვიცი, მაგრამ ფაქტია სახეზე, რომ ჯერ მარტო კახეთში ზუსტად აი ამ მაგ ორგანიზაციების ანგარიშის მიხედვით 665 საჯარო მოხელეა განთავისუფლებული სამსახურიდან, საქართველოს მასშტაბით 47 განგებელი და 24 საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულოს განგებობა გასაგებია, რომ არის აღმასრულებელი ხელისუფლება, თუმცა საკრებულო რომელიც არის არჩევითი ორგანო, რომელიც საკრებულო არ არის ანგარიშვალდებული თვით პრეზიდენტთანაც, ხო? ანგარიშვალდებული მხოლოდ საკუთარ არჩევნებთან და უზენაეს სასამართლოსთან, ესეთი ღია და აშკარა ჩარევა ფაქტია, ხო? არის ჩარევა, რომ 24 საკრებულოს თავმჯდომარე 64-დან თქვა უარი საკუთარინებით. ამ საკითხებზე სხვა გადაცემებშიც მისაუბრია, მე ძირითადი პრობლემა არის სწორედ ის, რომ საკანონმდებლო დონეზე ეს თვითმმართველობა არ აქვს. ეხლა როდესაც ცენტრალურ ხელისუფლებაში მოვიდა სხვა ძალა, შესაბამისად ეს თვითმმართველობა ფაქტობრივად იყო დანიშნვითი, ეხლა იქ ამაზე ორი აზრი არ არის, რომ ეს არჩევნები რაც სტარდებოდა, ეს არჩევნები არ იყო. ფაქტობრივად დანიშნვითი იყო, შეფარული იმით ვითომ არჩევნების იმით, ეს ცდილობს ეხლა რასაკვირველია ეს მოწინააღმდეგე პარტიის გავლენის ქვეშ ყოფი პირები შეცვალოს. ეს ეხლა ნორმალურია თუ არანორმალური არის, ვერ შევაფასებთ, იმიტომ რომ ეს არ არის ჩამოყალიბებული ეს დემოკრატიული ინსტიტუტები ჩვენს ქვეყანაში. ანუ რეალური თვითმმართველობა არ აქვს, მე ვიტყოდი, რომ არ აქვს არც დაყოფა ხელისუფლების ზემდგომ ეშელონებში, ანუ სასამართლო აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ისეთი კარგი გამიჯვნაც არ აქვს. და შესაბამისად, როდესაც ერთი ძალა ცვლის მეორეს, ის ცდილობს ყველა იერარქიის მიხედვით თავისი ხალხით დააკომპლექტოს. ამაზე უკვე ერთხელაც ვისაუბრეთ აქ ეთერში და კიდე გავიმეორებ, რომ შემდგომი ნაბიჯები რა იქნება. აი თუ მოხდება ეს დეცენტრალიზაცია, რეალური თვითმმართველობა, რეალური დამოუკიდებელი ბიუჯეტით და არ იქნება მიბმული და გუბერნიასთან უნდა შეათანხმოს ყველა ხარჯი იქნება თუ რა ვიცი რა უნდა გააკეთოს გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ. აი ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ წინ გადადგმული ნაბიჯი გვექნება. თუ არ გვექნება ნორმალური კანონი მიღებული, ამაზე უკვე შემდგომში მე შევაფასებთ ალბათ და დავფიქრდებით კიდეც, რომ საით მიდის ქვეყანა. დღეს მდგომარეობით, არა, ნუ დაპირება არის, რომ ეს ახალ კანონს ამუშავებენ და აი რას მიიღებენ, უკვე მაგის მიხედვით შეგვიძლია ჩვენ შევაფასოთ. მადლობთ, ნახოთ რას ფიქრობს მედია. ის რაც ხდება თვითმმართველობებთან დაკავშირებით, ჩემი მოსაზრებით არის გამოწვეული ჩვენი დაბალი პოლიტიკური კულტურით. ამ მომრჩევლების ადგილობრივ პოლიტიკაში ჩართული ადამიანების, ნუ ყველას ერთად, იმიტომ რომ თუ არ გავითავისეთ ის, რომ პარლამენტის არჩევნების დროს ვირჩევთ დეპუტატებს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ვირჩევთ, თქვათ, ადგილობრივ ხელმძღვანელობას, ხო? და არ შეიძლება ხელისუფლების ცვლილებამ გამოიწვიოს ის, რომ არჩეული ადამიანი, თუნდაც საკრებულოს თავმჯდომარე, თუნდაც ის არ იყოს ისეთი ძლიერი ინსტიტუტი, როგორიც ჩვენ გქონდა, ხო, თვითმმართველობების შემთხვევაში, მოხსნა, გაათავისუფლო, გააგდო და ასე შემდეგ. გასაგები. ბადნეჯო.
რა თქმა უნდა ეს არასწორად მიმაჩნია კანონიდან გამოსვლა ადამიანები მიდიან და თვითონ ცუდი ნათქვამია აგდებენ კაბინეტიდან ყოფილ მთავრობის წარმომადგენლებს. მაგრამ საქმე იცით რაშია? ეს აგრესია რაც იყო ჩადებული იმ ხელისუფლების დროს 9 წელი მზადდებოდა, მოქმედებდა ბუნებრივი ისარგო ის ურთიერთობა რაღაცნაირად იყო დაკავშირებული დანარჩენ საქართველოსთან, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას არ ეკუთვნოდა, ამიტომაც ეს აგრესია ბუნებრივია გადმოვიდა აქეთაც. და ვერ გავამტყუნებ მე იმ ადამიანებს, რომლებიც თავის იმას აღშფოთებას არ ამალავენ. აი ხო მე როდესაც დაწყნარებული ვარ, ვფიქრობ, რომ ეს კანონიერია და არ შეიძლება, მაგრამ საქმე იმაშია, ბევრი საქმე გვინახია, როდესაც თქვათ ვიღაცამ მოკლა. ალბათ იმ წერტილს გადააბიჯა იმის აზროვნება, თუმცა ისე ვიცახი, რომ ეს კანონიერი არ არის. მაგრამ იცით რაშია საქმე? აი ეს კიდე რა იწვევს ყველაფერს ამას. საბოტაჟია იმ ძველი ხელისუფლების იმაში, ვინც ასხედან საკრებულოებში და გამგეობაში ვინც ასეთ. რაში გამოიხატება ეს საბოტაჟი? აი რაში და გეტყვით. ჩვენმა დარბაზმა მოქმედება დაიწყო სადღაც ნოემბრის დასაწყისში. მე მგონი 10-ზე მეტი მიმართვა გავაგზავნეთ გამგეობაში. გვაინტერესებდა საკითხები, რომელიც დაკავშირებული იყო თელავთან და სამწუხაროდ ეს იგი არავინ არაფერი არ იცოდა და არც ჩვენ არ ვიცით, იმიტომ რომ არც ერთზე ჩვენ პასუხი არ მიგვიღია. ერთ-ერთი პასუხი გვაინტერესებდა ეს ზამთრის გათბობასთან დაკავშირებული, რომელიც იყო, იმიტომ რომ ეს არის ნომერი პირველი თბილისშიაც, ამ ზამთარშიც ძალიან ბევრი ხალხი დაიწამდა გაზგანათმობლებიდან. გვაინტერესებდა ის ვისთან შეიძლება მოსახლე მივიდეს და გაარკვიოს ნორმალურად არის დამონტაჟებული თუ არა, პასუხი ვერ მივიღეთ და კვლევით რომ მივედი, ვისაც დააწერეს ეს თქვა, ისო არ ვიცოდი თუ ვისთვის უნდა გაგვეგზავნო. ეგ არის ტყუილი, იმიტომ რომ ჩვენ იმაში თავში ვიაწერია, მისამართიც აწერია ტელეფონის ნომერი, თან ბევრი ტელეფონის ნომრები. და ყველაფერი გამოწვეულია ამათი დამოკიდებულებით ადამიანების მიმართ, იმიტომ რომ დღეს აღარ ხვალ აღარ ვიქნები და მოდი არ გავაკეთებ არაფერს. ეს არის არასწორი. და ამიტომაც რასაც მიიღებენ ახლა საქმე იმაშია, რომ მგელი რომ მოითხოვს ახლა რომ ვიღაცა მოექცეს ამას კრავით, მაგრამ ესე არ ხდება. საქმე იმიტომ აგრესია შობს, უფრო მეტ აგრესიას ვიდრე იყო აქამდე. ძალიან სამწუხაროა, აი ახლა ვიდან 8 თებერვალს ის ამბავი რაც მოხდა ძალიან სამწუხარო იყო, მაგრამ ეთყობა ვიღაცებმა მაინც მოიფიქრეს და ამაზე გადაიარეთ, თორე რო ჩაბძანებულიყო ეგრეთ წოდებული ქუთაისში, აი იქ ნახავდით რაც მოხდებოდა. თქვენ ამ პროცესებს ამართლებთ? არ ვამართლებ. არ ვამართლებ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ის ხალხი, ვინც უსამართლოდ იჯდა ის და გამოვიდნენ აქედან, იმათი რეაქცია ამის შემდგომში. ანა არ გეთანხმებათ აშკარად აზრის გამოთქმა. არა, უშუალოდ მე დავითანხმებ და რო გავართ. ისმენ ხალხი. ჩემი აზრი დაიწყო გადაცემა, დასაწყისშივე და მე მგონი ასე ვჭერდა. ჩემი აზრი არის ასეთი, რომ ხალხი ქვეცნობიერად ისევ ფიქრობს, რომ ხელისუფლებაში ისევ ნაციონალური მოძრაობაა. და რატომ გონია ეს? ჩვენ ამომრჩევლებს შეიძლება პრეტენზია გქონდეს, ვინც უკვე ავირჩიეთ, მათ მოთხოვოთ შეასრულონ დანაპირები. ვინც არ შეასრულა და ჩვენს უკმაყოფილებას იწვევდა, ხომ ისინი უკვე აღარ არიან ხელისუფლებაში. ჩვენ მათ გავეცით ჩვენი პასუხი იმით, რომ თქვით არა და ავირჩიეთ ახალი ხელისუფლება, ხო? და აი ეს პერიოდი უკვე რაც ხდება ძალადობით თქვა თვითმმართველობებში მივარდნა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ჩვენ სასიკეთოდ არ ცვლის არაფერს და საერთაშორისო თვალსაზრისით უფრო მეტად გვაზარალებს ვიდრე სიკეთე მოაქვს ამ გამოვლენილ აგრესიას რომელსაც შედეგი არ ექნება. მე ზუსტად ეგ ვთქვი, მაგრამ იცით რაშია საქმე? საქმე იმაშია, რომ ჩვენ რო ამას უყუროთ, ეს პროცესაცილონი ხდებით და რა მხრივ. მხრივ საზაცილონი რომ ისინი რო ავირჩიეთ და პასუხს იმათ რო ვთხოვთ, ჯერ ვინც არიან დარჩენილი, არ უნდა თუ პასუხი გაგვცენ ამას.
მაგალითად 12 როკი. კარგით, ნახოთ რას ფიქრობენ ჩვენი სტუმრები დარბაზიდან. მანამდე მინდა ტელემაყურებლებს შევახსენო, რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და გადაცემის მსვლელობის დროს თქვენთვის საინტერესო შეკითხვებით შეგიძლიათ დავუკავშირდეთ სტუდიაში ტელეფონის ნომერზე 27 61 60. გისმენთ? როგორ შეაფასებთ იმ პროცესებს, რაც განვითარდა ადგილობრივ თვითმმართველობაში, საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ პროცესებს საკმაოდ თვითუარყოფითი შეფასება მისცეს? ჩემი სურვილისა, მთელი მოსახლეობის სურვილის ალბათ ისეთია, რომ ყველაფერი კანონიერად ვითარდებოდეს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რაც იყო ადრე და როგორი პროცესები მიდიოდა ამ 9 წლიანი მმართველობის დროს, როდესაც არაფრად დაგიდევდნენ არც უფლებას ადამიანებსაც, არც არაფრად ისე აგდებდნენ ხალხს სამსახურიდან. ისე იჭერდნენ ხალხს ციხეებში უდანაშაულოდ და გასაგებია ახლა ხალხის რეაქციაც როგორ. დღეს რომ იჭერენ, რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ ეს პროცესები? ეს მე არ ვიცი, რამდენად სამართლიანია, ვინ დაიჭირეს უსამართლოდ არ ვიცი მე. ერთი ბაჭო ახალი თუ უსამართლოდ დაიჭირეს, მე არა, ახლა ეს გარდა ძალიან ბევრი ადამიანია და ყველა ეს პროცესი სამართლიანად. ყველა გაუჩეს მე გიგრაუთი. კარგით, გმადლობთ ბატონო. დღეში სამჯერ იჭერდნენ და შემოსაზრებას გეტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით. წეგანაც თქვით, რომ სახელმწიფოში სამწუხაროდ მიდიოდა და დღესაც სამწუხაროდ გრძელდება განსაკუთრებით საჯარო მოხელეების არასწორი საკადრო შერჩევა. აი ეს სწორედ არასწორი საკადრო შერჩევა და არასწორი საკადრო პოლიტიკა იწვევს იმ ყველა პრობლემის წარმოქმნას, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. ამ პოლიტიკის სწორად გატარება გამოიწვევს ამ სიტუაციის გამოსწორებას. მანამ არ გატარდება სწორი საკადრო პოლიტიკა, ჩვენ ამ ჩიხში ვიქნებით ყოველთვის. ნებისმიერ დროს კადრები წვეტავენ ყველაფერს. შევარჩევთ კარგ კადრებს, კარგად გვექნება საქმე. შევარჩევთ ცუდს, ანუ არ მოხდეთ ახალი ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა. არა, ვერ ვიტყვი არ მოწოს, მაგრამ სამწუხაროდ კიდევ გრძელდება. ეს გრძელდება სამწუხაროდ. იმედი მაქვს, რომ ამ სიტუაციას გამოასწორებენ. კარგით, თუ გსურთ აზრის გამოთქვა, დიახ, ისმეთ. როდესაც საუბრობთ ზეწოლაზე საერთოდ ხელისუფლების მხრიდან, უნდა დავფიქრდეთ, რა სახის ზეწოლა მიდის. რა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, მაგალითად, ცენტრალური ხელისუფლება ამ პოზიციებიდან რა პოზიციებზეც არის და თვითმმართველობებში კიდე ის გაშვებული და გაყალაღებული ნაციონალური მოძრაობა როგორც იყო. ანუ ამითი მე ვერ ავხვდები საქართველოში, თორე ეხლა განვითარებულ ევროპულ დემოკრატიაში გაყალაღებულებს ალბათ ნაკლებად დავარქმევთ მაინც ნაციონალურ მოძრაობას დღეს. მე არ დავარქმევ ესე, რომ აი რაღაც დისკომფორტს განიცდიან. ეხლა იყო აქ მთელ რიგ მუნიციპალიტეტებში, სადაც ძალიან დაუტანებლად და პირიქით სიხარულით მაისურები შეიცვალეს და არჩევნების ღამესვე გადმოვიდნენ ოცნებაში საკრებულოს წევრები. რა იყო ამისი მიზეზი და რამდენად სწორია ეს პროცესები, როდესაც ქვეყანაში მიდის? კულტურა, ინსტიტუტები. იქაურ ქუდი დაიფარეს, სადაც შევიდნენ, ხო? ამისი მიზეზი ის იყო, რომ თვითონ ხო ვინც იყვნენ ადამიანები საკრებულოს წევრები ნაციონალური მოძრაობიდან მაინც და მაინც არ იყვნენ კომფორტულად ნაციონალური მოძრაობის დროსვე. იყვნენ ადამიანები წესიერი, გაწონასწორებულები, მაგრამ უწევდათ სხვა რაღაცების გაკეთება და ამით არ იყვნენ კმაყოფილები თვითონაც, მაგრამ იძულებულები იყვნენ, რომ რეჟიმს დამორჩილებოდნენ. ერთი ეს შეიძლება ყოფილიყო ამ ნაციონალური მოძრაობიდან ოცნებაში გადმოსვლის მიზეზი. მეორე, გამორჩენა, ანგარება. მესამე ზეწოლებს თუ გამორიცხავთ? არა, ზეწოლას ეხლა მოდი ვთქვათ, ეს პროცესები ნაციონალური მოძრაობა საერთოდ მთელი ამ პერიოდის მანძილზე ცდილობს, რომ გამოვიდეს მსხვერპლის როლში და ამისთვის იბრძვის, რომ აი აჩვენოს დასავლურ სამყაროს, რომ საქართველოში ოპოზიცია არის უფლებად ჩამორთმეული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოდით აქედანაც შევხედოთ, აი თუნდაც 8 თებერვლის ამბები. ხო, ნამდვილად არ იყო ის კარგი რაც მოხდა, მაგრამ ვინ გამოიწვია პროვოცირება ამ ყველაფრისა? სვავკითხავს, ვინ გამოიწვია პროვოცირება? რატომ მაინც და მაინც უნდა იმ აღელვებულ ხალხში შევარდნილიყვნენ ესე ხელებაწეულები და ლანძღვაგინებით? თუმცა თავრობას მართებს მეტი სიფრთხილე
რომ ამ პროვოკაციებს არ წამოეგოს. ნაციონალური მოძრაობა ეს არ არის რა, რომ აი მორჩა და დამთავრდა. მუშაობენ საკმაოდ შედეგიანთაც განსაკუთრებით სოფლებში. განსაკუთრებით სოფლებში. რას გულისხმობთ? რას და აი ნუ ეხლა ის პროცესები რაც მიდის საქართველოში, ნუ აი კახეთის რეგიონზე რო იმსჯელოთ, ხო? ეს აგროვებული ხალხი, ამ სტიქი დაზარალებული ხალხი, ვინც ვერ მიიღო ეს დახმარებები და ისინი, ანუ ამათ იყენებენ საბობად, რომ აი თქვენ მოტყუებული ხალხი ხართ. ანუ თვითონ ადამიანებს სოფლებში განსჯის უნარი არ აქვთ, რომ სხვა არ გამო. იცი რა, ნაკლებად ინფორმირებულები არიან და მოდი ახლა და ჩვენთან არ არის საზოგადოება პოლიტიკურად მწიფე. არ არის ჩვენთან ისეთი. პოლიტიკურად უმწიფარმა საზოგადოებამ დაუჭირა მხარი ქართულ ოცნებას? არა, საზოგადოებამ დაუჭირა რაც ჰქონდა და მე ვიძახი ამას და არ მეშინია მზათავარ პასუხი ვაგო, რომ ჩვენთან საქართველოში საერთოდ საზოგადოება არ არის პოლიტიკურად მომწიფებული. არის ძალიან სპონტანური გადაწყვეტილებებით მოდივართ მთელი 20 წლის განმავლობაში ერთ უკიდურესობაში და მეორე უკიდურესობაში და ისე მოვიდა დრო, რომ ეს ბალანსი დავიცვათ და ვიყოთ ჩამოყალიბდეთ გაწონასწორებულ მომწიფებულ საზოგადოება და ამისი საშუალება უნდა მოგვცეს ისე და ისე ნაციონალურმა მოძრაობამ იყოს ოპოზიციაში, გაუწიოს ისეთი ოპონირება, როგორიც ეკადრება ღირსეულ ოპოზიციას და ესეთი რაღაც პროვოკაციული გამოხტომებით, როგორც ადგილი აქვს, როგორცაც აქვს ადგილი, უნდა რაღაცნაირად დაწყნარდნენ. შეგუძლო რეალობას. გვაქვს სულ აზრის გამოთქმა თვითმმართველობებთან დაკავშირებით, დიახ, ისმეთ. ერთ-ერთი მიზეზი რანაც ვთქვით, რომ თვითმმართველობის სისუსტის ბრალია. ჯერ ერთი არ ვძოლობენ თვითონ როგორც ვთქვი, თუ მართლა ხდება ზეწოლა ჩვენს რაიონზე, ჩვენს მუნიციპალიტეტზე ვსაუბრობ. ვიცით რომ პრესა მაინც თავისუფალია უკეთესია, ვიდრე თუნდაც 1 ოქტომბრამდე, არსად არ მინახია რომელიმე გამოსულიყო, რომ ასა თუ ის მოხდა ჩემი დაშინება ან რაღაც. თვითონ უნდა ვიბრძოლო. და სხვადასხვა ეს მიზეზი უფრო ნაციონალების ბრალია. მათ არაგონათ რომ მოუწევდა წასვლა. აბარგება ასე ვთქვა და თვითმმართველობა სპეციალურად დაასუსტეს, რომ ზემოდან ადვილად ემართვათ. ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს არის. თელოსური არ აყავს თავისი გამგეობა. თელოსური არ აყავს მუნიციპალიტეტი, თვითონ ქალაქს საკრებულო. აი რანაირად შეიძლება თელაურმა კაცმა ვის თუნდაც თვითმმართველობაში მუშაობს თავი დაიცვას, როცა არ არსებობს არავითარი არჩევითი წარმომადგენლობითი ორგანო. აი მიზეზიც ის არის, რომ თელავს არ აყავს არჩევითი გამგებელი ან საკრებულო და საკრებულოს მიერ არჩეული გამგებელი, რა მივიღეთ ჩვენ რეაბილიტაცია კი არა, გაუბედურებული ქალაქი მივიღეთ აი რეაბილიტაციის გამო, სადაც მე მგონი 100 მილიონი თუ 95 დაიხარჯა. ეს მოხდა ხოლმე ზემოდან იყო ეს შეგნებულად ჰიპერცენტრალიზირებული მმართველობამ მოგვიტანა ადამიანების უძლურობა და საკრებულოების უნაყოფობა. უნდა იბრძოლონ ბატონო და ჩვენც ხარს დავუჭერთ და მასმედია მით უმეტეს თლად თავისუფალია მე როგორც ვატყო. მადლობთ. დიახ, ისმეთ ქრისტიან დემოკრატია. გამარჯობა გიზარია მოზაშვილი მოგესალმებით მისმენელს. როცა რევოლუციით მოვიდა ნაციონალური მოძრაობა, დაიწყეს მათ ზუსტად ანალოგიურად ხალხის სამსახურებიდან გაშვება და დაიწყეს მოყვანა თავისი მეგობრების, თავისი ნათესავების, ბიძაშვილების, მამიდაშვილების, დედაშვილების და ასე შემდეგ. როგორც ზანა რო აგრესიას აგრესიით უნდა უპასუხოთ, კი ბატონო გასაგებია, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება ხალხს რო უშვებს, ჩემი აზრით უნდა გაუშვას მხოლოდ იმიტომ, რომ ის თავის საქმეში არ არის პროფესიონალი და უნდა ნახოს სხვა ადამიანები, რომლებიც იქნებიან პროფესიონალები თავის საქმეში და გააკეთებენ ქვეყნისთვის კარგ საქმეს. არ უნდა გაუშვას იმიტომ, როგორც გაუშვა ნაციონალურმა მოძრაობამ და არ უნდა იწყოს ახალმა ხელისუფლებამ იგივენაირად თავის ნათესავების, თავის ახლობლების ნეპოტიზმის ნიშნები შეიმჩნევა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ბრალდება ქართული ოცნების მიმართ ესეც არის ნათესავების დასაქმება სამსახურებში. ანუ არსებობს ისეთი ვარიანტები, ჩვენ უყურებთ ტელევიზორს, რამოდენიმე შემთხვევა იყო, რომ ვიღაც მინისტრმა, ვიღაც რაღაცის მინისტრმა პარლამენტარმა დაასმაქმა თავისი ნათესავები, თავისი დეიდა, თავისი მამიდა, რომელმაც შეიძლება რომ არ იცოდეს ის საქმე. ჯობია, რომ დავასაქმოთ ის ადამიანები, ვინც არიან
მართლა საქმის ცოდნი, არათუ იმიტომ რომ ვიღაცამ აიღოს ხელფასი შეიტანოს ნათესავმა ოჯახში რაღაცა და გაგვჭირს. თუ მოიქცევით ისე რომ დასაქმება პროფესიონალი ხალხი, ანუ ქვეყანა წავა წინ, თუ ისე გააკეთებს დღევანდელი ხელისუფლება როგორც ნაციონალურმა მოძრაობამ, კიდევ ძალიან ბევრს დავკარგეთ ძალიან ბევრი ნაციონალური მოძრაობის დროს ქართველებმა და კიდევ ბევრს დავკარგეთ თუ ანალოგიურად გააგრძელა. მადლობ და თუ გსურთ აზრის განთქმა. დიახ, გისმენთ. მე ვიტყოდი რომ აი ეს ხაზი როგორც დაიწყო შალვამ დავეთანხმები იმას რომ საქართველოში ეს პოლიტიკური კულტურაც აი შეგნებაც ნაკლებადაა და თვითონ პოლიტიკურ ბრძოლაში როდესაც ადამიანები ერთვებიან ერთ-ერთი მოტივი ის არის რომ მათი აქტიურობის შედეგად დაიკავებენ მე გარკვეულ თანამდებობებს და აი ეს ამბიცია უკვე როდესაც გამარჯვებულები არიან აი ამ ამბიციით ითხოვენ ამ თანამდებობებს რაც არასწორია და თავისთავად მოაქვს ის პრობლემა კადრების პრობლემა რომ ასე არა მე ვიბრძოლე და მე მეკუთვნის უკვე ეს თანამდებობა გეკუთვნის იმიტომ რომ შენ გაქვს შესაბამისი განათლება შესაბამისი უნარები გაქვს გამოცდილება და ეს არის ქვეყნის პრობლემა აქ არ პოლიტიკური ბრძოლა გასაგებია რომ მნიშვნელოვანია მაგრამ საქმეს უნდა აკეთებდეს ის ვისაც შეძლებს ამისი უნარი შეძლებს ამისი ცოდნა რომ გადაჭრას და ასე ვთქვათ ქვეყანას გამოადგეს მადლობთ ნოდარს დიახ ისმენთ ნამდვილად საინტერესო პროცესები მიდის ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენთვის გაუგებარია სიტყვა ცვლილებები რატო აშინებს თვითონ თვითმმართველობის წარმომადგენლებს ან სხვებს. შეიცვალა ხელისუფლება, უბრალოდ აქამდე რა იყო, ეს არის საინტერესო სიტყვა ნეპოტიზმი, მე ვფიქრობ საერთოდ ნაციონალურმა მოძრაობამ მოიგონა, იმიტომ დღემდე მისდევს ყველგან არ არსებობდა სახელმწიფო სტრუქტურა, არასახელმწიფო სტრუქტურა, სადაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ოფიციალურად არ იყო თუ არ იქნებოდა ის ვერც იქნებოდა იგივე უნივერსიტეტები, იგივე სკოლები თუ არ იყო ხელისუფლების წარმომადგენელი. გასაგებია, მაგრამ რადგან ჩვენ ახალი ხელისუფლების მმართველობის ასთხეზე ვსაუბრობთ, ამ კუთხით რა მდგომარეობაა ახალ ხელისუფლებასთან მიმართებით? კი ბატონო, ზუსტად ის მდგომარეობა რომ მიდის ცვლილებები ეს ადგილობრივ თვითმმართველობებში, ეს არის ბუნებრივი პროცესი, პირიქით ცვლილებები კარგია უკეთესობისკენ. თქვენ უკანონობას ვერ ხედავთ ამ. თუმცა ეს ცვლილებები არ უნდა იყოს იგივე, რაც თქვა წინა ხელისუფლებამ გააკეთა, იგივე ნეპოტიზმით არ უნდა გაგრძელდეს და არ უნდა დასრულდეს. თუმცა ეს ცვლილებები აუცილებელია, რომ აქამდე აქ ყველა გვეთანხმება ამაში და ყველა იმას ამბობს, რომ თვითმმართველობა არ გავდა თვითმმართველობას. და ამიტომ თუ ცვლილებები არ წავიდა, ვერც და იმის გავსება, იმიტომ ძალიან ბევრი არაპროფესიონალი კადრი თავისო თვითმმართველობა და რაც შეეხება იმ ცვლილებებს, რომ პარტია შეიცვალეს საკრებულოს წევრებმა მე ვფიქრობ ეს ჩვეულებრივ არანაირი ზეწოლის შედეგი არ არის, იმიტომ რომ თვითონვე ძალიან ბევრმა ოცნების მაისური, ძალიან ბევრმა ოცნების იმიჯი მოერგო თავისივე სურვილით და ძალიან დიდი სიამოვნებით. იმიტომ რომ ეს თვითონ ალბათ პოლიტიკური ნაბიჯია, როდესაც ერთი ხელისუფლება მოვიდა, თავისივე სურვილით გადავიდნენ. იმიტომ რომ მათ სჭირდებათ ხელფასი და მათ სჭირდებათ ბევრი რამ, ძალაუფლება და ასე შემდეგ. ხელისუფლებაში ყოფნა. ეს ბუნებრივი პროცესი და თავიანთი სურვილი. ჩვენებით დროს ხმას ვაძლევთ ხელფასის ინტერესს. კარგით, ზარია ეთერში მივესალმები ტელემაყურებელს, რომელიც ახლა ჩაგვერთვება. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, გთხოვთ დასვათ შეკითხვა. ტელემაყურებელს, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში. გისმენთ? საღამოშიდობის. რაც შეეხება საკადროო ცვლილებებს, მიდუნებდეს მე ისევ ზვინებურად დავუძახებ რაიკომს თელავში. გამგებლებს ისევ საბჭოებს, რადგანაც ისევ ძველმოდურად, ისევ ძველი ხალხი არის შემორჩენილი და ძალიან ძველია. ერთ წელიწადში კი არა, რამდენიმე წელიწადში მსოფლიო მხედველობის შეცვლა. ფსიქოლოგიურად და სულიერად განეცვლა ნებისმიერი პიროვნებისა და ამდენად რატომ უნდა იყოს გასაკვირი რომ შეიცვალონ თუმცა საკადრო ცვლილებები უნდა იყოს რა თქმა უნდა პროფესიულად გამართლებული და არა ვიდაშვილ მამიდაშვილებით და ნაციონალებს ყოველ შემთხვევაში ეს არ უნდა უგულდეს ეს შეიძლება გუგულდეს ჩვენ და არა იმათ იქიდან გადმონაშთია ეს სხვათა შორის და კიდევ ერთი მე მქონდა რამდენიმე წლის განმავლობაში სამინისტროებთან დადის პარლამენტთან საქმე და იცით პროგრამას მივზურდი მართალი წონდების ქალბატონო მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია
საკმაოდ მაღალში მისმებული მეკითხებოდი მამას. მე კი პასუხობდი. ვიბრძანდით. და დაუცნეთ ადგილი იმას, ვისაც შეუძლია თუნდაც პასუხის გაცემა მაინც. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ გავუთქვით თქვენი აზრი. ჩვენ ამ საკითხთან კი ბატონო ნიკოლოზ და შემდეგ მინდა ტელემაყურებლებს უთხრა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით თელავში მიდი გამოკითხვა. ჩავატარეთ თუ რას ფიქრობენ თელაველები ახალი ხელისუფლების მმართველობის 100 დღეზე. მანამდე ბატონ ნიკოლოზს მოусმინოთ, მოგცემთ აუცილებლად სიტყვას, გისმენთ. ანუ რას საუბრობთ ახლა კადრებზე ხო და არასწორი პოლიტიკაზე. სწორედაც წინა ხელისუფლების ერთ-ერთი არგუმენტი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის იყო ის, რომ ანუ არ ყავს კვალიფიციური კადრი ადგილზე, სანამ მაგ ეყოლება კვალიფიციური კადრი ადგილზე, ვერ მიცემთ სრულ დამოუკიდებლობას თვითმმართველობებს. ანუ ნამდვილ ევროპულ ქარტიაში რაც ჩდება. თუ ამბენი 9 წლის განმავლობაში ხო იმუშაოს ხალხმა, როგორღაც გახდნენ რაღაც ეტაპს მიაღწიეს, რაღაც პროფესიონალიზმის რაღაც ეტაპს. დღეს ისე უშვებთ ყველა იმათ და ვიღებთ ისევ აგროპროფესიონალებს, ისევ ეს 9 წლიანი ციკლი უნდა გავიაროთ ახლიდან და შემდეგ აი ეს პოლიტიკის გამო ყოველთვის ამ ხელისუფლებას ექნება იგივე არგუმენტი, რომ სანამ ადგილობრივ დონეზე არ იქნება პროფესიონალი კადრი, ვერ მოგცემთ სრულ დამოუკიდებლობას და ვიქნებით იგივე ერთი და იგივე რეჟიმში ყოველ ხელისუფლების ცვლის დროს დაგვემართება ერთი რამე და თუ გვინდა ნამდვილ დეცენტრალიზაცია, ესეთი რამე უნდა ხდებოს, თუ უნდა იყოს პროფესიონალიზმი ზეაგებული ეს ხოლმე. მაგალითად ნახოთ ახლა რას ფიქრობენ ჩვენი ტელემაყურებლები, ნახავთ გამოკითხვას და შემდეგ თქვენს აზრს მოვისმენთ ამ გამოკითხვასთან დაკავშირებით. მცირედი, რა თქმა უნდა, შეიცვალაო, მცირედი. ხლას დღეში რა უნდა შეცვლილიყო, ხო, ისეთი აბსოლუტურად სერიოზული. ვაცალოთ. რა ჯერჯერობით რა ვიცი, და ალბათ შეიცვლება. დაზუსტებით ვერ ვიწვი, უფრო უკეთესობისკენ ვხედავ რომ მიდის. სასოფლო სამუშაოებში ხელისმხმარება ძალიან მომწონს. ხო, და ალბათ კიდევ უკეთეს რაღაცებს მოიფიქრებენ. არც ძლებმა დააშავეს რაღაცები, იქაც გაკეთდა და ეხლა თუ პატარა დააშავეს, ბუდიშიც უნდა მოიხადონ ამისთვის. თქვენ თუ აგორდებით, რომ ძრები იმთავით ვერ იგრძნობა და რა კუთხით არის. ნახეთ, რეგიონული განვითარების კუთხით. როგორ მიმდინარეობს მუშაობა. ყოველსაც თუ რამე უჭირს, არ გაუჭირდება, ასე შეიძლება ითქვას, თავისი საქმის გაკეთება, დახმარებაც იქნება რეალური და იმდროული. აი ასეთნაირად არის აგებული. უბრალოდ პატარ-პატარა ამები გვეხმარებიან, დახმარებებიან, რაღაცები, აბა რა ვიცი, რა გითხრათ რა. წინა ხელისუფლება იყო აი ძარცველი ხელისუფლება, უფრო სწორად. ძარცველი, აბა როგორ გითხრათ? წინა ხელისუფლებამ კარგად დაიწყო, მაგრამ მე ბოლოში ძალიან ცუდად დამთავრდა და მე მაქვს იმედი, რომ ნამდვილად კარგად წარიმართება ქვეყანაში საქმე, ძალიან იმედი მაქვს. არაფერი, ჯერ მე არც პენსიაში შემხებიან და არც კიდე სხვა რამე შულობდა, რა ვიცი, არ ვიცი. ვინც ხელს შემიწყოს და ნორმალურად მაცხოვრებს, ჩემთვის ის არის, გინდა ისაყოფილიყო კიდე რა. მაქვს რომ რაღაც კარგობისკენ წავალ და წინსვლისკენ. ადამიანი განთავისუფლდა და ძალიან დადებითად მოქმედებს ეს ყველაფერი. იმედით არის ხალხი, ძალიან ბევრი ვიცი მე რომ გამოვიდნენ სატუსაღოებიდან ადამიანები და სულ სხვა გეგმებით არიან მოსულები დღეს. მაშასი ამ გამოკითხვის შემდეგ ჩვენ პირდაპირ ეთერში ბრუნდებით და რა შეფასებების გაკეთება შეიძლება ამ გამოკითხვის მიხედვით, როგორია მოსახლეობის განწყობა. არჩევნების შედეგების ადეკვატური ალბათ ხო? ნანა, რას ფიქრობ? იყო ხოლმე აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული შეფასებები მაშინ როცა მმართველობაში იყო ნაციონალური მოძრაობა. ესეც ერთგვარი ტენდენციაა, როცა მოსახლეობა აზრს გამოთქვამს გამარჯვებული მხარის სასარგებლოდ. ყოველ შემთხვევაში ჩვენი გამოკითხვის შედეგები ასეთია ხოლმე ყოველთვის. თეთრხმებით ამ ეს რაზე მიანიშნებს? სწორედ იმაზე, რაც ნანა და შალვა და მე ვლაპარაკობთ, პოლიტიკური კულტურის დაბალი დონე და სამოქალაქო ცნობიერების დაბალი დონე. აი დღევანდელი თქვენი გადაცემის თემა იყო 100 დღე ახალი ხელისუფლების. ამაზე ძალიან ცოტა ვილაპარაკეთ და ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ ნაციონალური მოძრაობის შესახებ. თუმცა მე ვცდილობდი რომ რა თქმა უნდა თემისკენ მომებრუნებინა ჩვენ. აი თლიანად ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა არის ანალოგიურ რეჟიმში.
ვლაპარაკობთ იმაზე და ნაკლები ხო მე მაგალითად ვისურვებდი რომ ყავდეს ახალ ხელისუფლებას, ნუ გააღიზიანებს, ყავდეს და შეეკვოს ძლიერ ოპოზიციას. მნიშვნელობა არ აქვს ამ ოპოზიციას ნაციონალური მოძრაობა ექნება თუ იქ კიდევ დაიშლება კიდევ სხვა პარტიები გამოჩნდებიან ასპარეზზე. ეს იქნება იმის გარანტი, ოპოზიცია იქნება იმის გარანტი, ფსევდოოპოზიციაზე არ არის საუბარი, რეალურ ოპოზიციაზე, რომ არ იქნას დაშვებული ისეთი შეცდომები, რაც გახდება იმის საფუძველი, რომ ძალიან მალე დაგატოვებინონ ხელისუფლება. და ჩვენ მოდით ვისაუბროთ მართლაც ახალ ხელისუფლებაზე, უფრო კონკრეტულად დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა. მიდე საუბარი დემოკრატიის სკოლის წარმომადგენლით დავიწყო. ბატონ ნიკოლოზ, ხელისუფლებას ოპოზიცია მაშინდელი ხშირად მიუთითებდა ხოლმე, რომ ის არღვევდა ადამიანის უფლებებს. დღეს რა მდგომარეობა? ირღვევა თუ არა ადამიანის უფლებები დღეს და თუ ირღვევა რა კუთხით? რა თქმა უნდა, ყველა ხელისუფლების დროს და ჩვენარი ქვეყანაში ადამიანის უფლებები იყო დარღვეული და დღესაც გვაქვს ბევრი ფაქტები, ხო? იგივე იმის გამოცხადება, ახლა მე არ გამოვიდი რაღაც ნაციონალური მოძრაობის ადვოკატი, იმის მინდა რაღაცნაირად ცოტა რეალური შეფასება გავაკეთო და არ ვიყო მიკერძოებულია. სწორედაც არის დღეს ნაციონალური მოძრაობა არის რაღაც ფაშისტური ორგანიზაცია, აიკრძალოს და ეს რაღაც ეგარ უკვე ადამიანის უფლებების დარღვევა, ხო? ნუ ადამიანს არსებობს ქვეყანაში, ევროპაში და საერთოდ ცივილიზებულ მსოფლიოში უდანაშაულობის პრეზუმპცია. უნდა ვცეთ ამ უდანაშაულობის პრეზუმპციას პატივი, ნება ვიბოძოთ. კი ბატონო, დასტი ბრალი, მაგრამ სანამ ეს ბრალი არ დაუმტკიცდება, ხო? ვიღაცებს უნდა დავაბრალოთ მკვლელებს, ვიღაცებს ქურდებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს იყო წინა ხელისუფლების პრობლემა, რომელიც ამ უფლების საერთოდ არ სცემდა პატივს და დღეს ხედავთ ჩვენ დაახლოებით იგივე ტენდენციას. შეიცვალა კი, გეთანხმებით რაღაცები იცვლება და უკეთესობისკენ ალბათ შეიცვლება. და იგივე დღეს სასამართლო და პროკურატურა ხო რაღაც არიან პაექრობის რეჟიმში, ეს ძალიან კარგია, ხო? აღარ არიან მოსამართლე პროკურორზე დამოკიდებული, რასაც იტყვის პროკურორი ერთპიროვნად არ წყვეტს. და დღეს არის რაღაც განსხვავებული სიტუაცია. კი, გოსმის ბრალდებები, რომ სასამართლო იკითხარეს, ანუ ცალკე ხელისუფლება, თუმცა ნორმალ დემოკრატიის პირობებში სასამართლო არის მეოთხე ხელისუფლება და მესამე ხელისუფლება, ხო? საინტერესოა, რა ეთქვის კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ქსელის წარმომადგენელი. დღეს მდგომარეობით, ესე იგი, ფაქტობრივ ისეთივე სურათის მომსწრევად, რაც 9 წლის წინ ხდებოდა და ეს ყველაფერი არ არის შემთხვევითი. ეს არის ჩადებული თვითონ საკანონმდებლო დონეზე. ეს გამოკითხვაც დაუშვათ ამ მოქალაქეების, რაც იყო, სწორედ აი ამ საკანონმდებლო იმით მოდის. ჩვენთან არ იყო ეს დემოკრატიული სახელმწიფო, ქონდა ჯერ საბჭოთა კავშირი, შემდეგ ეს რევოლუციები, სამოქალაქო ომები და შესაბამისად საზოგადოება რო დაუშვათ ეს არ უცხოვრია ეს ასე ვთქვათ ესეთ სისტემებში, რაც ევროპაში არის ჩამოყალიბებული 100 წლეულების მანძილზე. და ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ევროპასაც მთელი სისხლიანი საფრანგეთის მაგალითი ვაღოთ, სისხლიანი პერიოდები ჰქონდა თითქმის 100 წლეულები მიეღწიათ შემდგომში ამ განვითარებისათვის. რასაკურველი ახლა ჩვენ ეს რაღაც ეტაპი უნდა გავიაროთ, მაგრამ თვითონ სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ჩამოყალიბებას იწყებს ადვილად ძალიან უკვე, როდესაც ზემდგომი ორგანოდან ხდება რაღაც ამ საკანონმდებლო ბაზის სწორად შექმნა. ეს ზუსტად აყალიბებს უკვე მე ამ საზოგადოების ცნობიერებას. უკვე აი მაგალითისათვის მოვიდა, რომ ეხლა წინა ხელისუფლება რამდენიც არ უნდა იყოს საკრიტიკო და ბევრი, ძალიან ბევრი რაღაც არის გაკეთებული კარგად და სწორად. არავის უკვე აღარ უყვირს ის, რომ დაუშვათ პატრული რო გაგაჩერებს, ფული არ უნდა შესთავაზო, იქ მაინთი იყო თუ 2 მაინთი. ეხლა ამბობენ, რომ სთავაზობენ. ეს რაღაც ისტორია. ნუ არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში კარგი, ძალიან მივესალმოთ ტელემაყურებელს და შემდეგ განაგზოთ უკვე პირდაპირ ეთერში საუბარი. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ, გთხოვთ დასვათ შეკითხვა. გისმენთ? დიახ, გისმენთ, ქალბატონო. მოგესალმებით. ამ პროგრამაში თემატური არ აყოჩინა და არ იქნება. იქნება რაც უკენან თავების დროს. კადრებით შესაძლებელია, კანონებით შესაძლებელია და
მე მგონი ვერ რამე აყოლაში შეგვიძლია. წავიდეთ საქართველოს. დიდი მადლობა თქვენი აქტივობის რამდენად ეთანხმებით იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობა არასდროს არ აღდგება. ჩვენ ტელემაყურებლის აზრით. რამდენად პესიმისტურად არის? არა, მე პესიმისტი. აჩვენება დემოკრატიის ხარისხს გაუმჯობესდა თუ პირიქით გაუმჯობესდა? ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ყველა ქვეყანაში ირღვევა ადამიანის უფლებები. თუ კი არ არის ინსტანციები, რომელიც იცავს ადამიანს ან აწვდის ინფორმაციას, როგორ უნდა დაიცვას თავისი უფლება. ხო, სამოქალაქო ცნობიერების განვითარებისთვის მართლა ძალიან ბევრი რამ კეთდება. ბევრი ტრენინგებია, თუ ამ ყველაფერს რაშიც ფული იდება, ხო, გონივრულად გამოვიყენებთ, უკეთესობისკენ შეიცვლება და ჩვენ გვეცოდინება რისი უფლება გვაქვს, რა შეგვიძლია მოვითხოვოთ და როგორ უნდა მივიღოთ ის, რაც გვეკუთვნის და რაც არის ჩვენი უფლება. ბატონო ჯობა. რა თქმა უნდა, როდესაც ახალი ხელისუფლება მოდის და იმას გამიზნული აქვს, რომ ის სისტემა, ის ხარვეზები, რაც აქვს გასულ ხელისუფლებას, უფრო გონიერება მართებს ყველა მხრივ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ იქ სადაც იღო ადამიანის უფლებები, ცენტრალური ხელისუფლება მართლაც მიუთითებს ამას, ეს არ უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ ჩვენ თუ გვინდა ახალი საქართველო ავაშენოთ, ახალი სახელმწიფო, ამისათვის ყველა კანონმორჩილი უნდა იყოს. ის რაც გაკეთდა ვთქვათ მრავალი ათეული წლების მანძილზე ის აღარ მოგაკეთდეს და აღერბებული ახსოვებული კაცი ქვეყანას ვერ ააშენებს ამას საჭირდება დაწყნარება და საკმაოდ დიდი დრო. დიდი მადლობა და ნახოთ რას ფიქრობენ ჩვენი წარმომადგენლები დარბაზიდან. ქვეყანას იცევა აუცილებლად დემოკრატია თავისი კლასიფიკაციის არა ამას შეიძლება ხანძრით თორემ ერთხელი დამთავრდეს ნებულა ქვეყანა თანამდებობთ ყველაფერი შარილა წყობაში დარწმუნებული ვარ ისევ და ისევ ივანიშვილი თავის საქმეს დასაწყისად ბოლომდე მიიღებს. მადლობა მოკლედ ბატონო ძალიან მოკლედ ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილი სრულდება. პირადად მაქვს რადგანაც ჩვენ ქართველები განსაკუთრებული და უნიკალური ხალხი ვართ თავისი ნიჭით, თავისი უნარით და სწორედ ამ ნიჭის და უნარის მეშვეობით მე იმედი მაქვს რომ ქართველები და არა მარტო ქართველები ღირსეულად იცხოვრებენ ახალ საქართველოში. მადლობთ. ну ჩვენსაც ეს ისტორიული პროცესია და ჩვენ ვინ არ ვიოდეს დემოკრატია განიცინცავა შემგლურად წამოხვეყნეს. მადლობთ ბატონ თამას. იმედი მაქვს რომ წინ წავალთ ალბათ დემოკრატიის თვალსაზრისით. მადლობთ. მეც ოპტიმისტი კაცი ვარ და აქედან გამომდინარე რომ ჩემი შვილები უკეთეს დემოკრატიულ საქართველოში იცხოვრებენ. მადლობა. ყველა ერთად უნდა ავაშენოთ ეს და არ მოვიყოთ ვიღაც რა თქმა უნდა. ბატონო დრო წინ მიდის სიცვლება ხელისუფლება ეს არც ის ხელისუფლება არ არის ამუნდა დავიდა წინ დემოკრატიის კუთხით აქვე რა თქმა უნდა სწორედ ის რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად და ხელისუფლება არჩევნების გზით შეცვალეს თქვენ მგონი დემოკრატიის ფესობის გადგმა იყო ეს და ეს განვითარდება უფრო მეტად უფრო წინ წავალთ ეს ხელისუფლებაც მოვათ რომ შეიცვლება იქნება უფრო უკეთესი მოვა და ასე შემდეგ გაგრძელდება და დემოკრატიულად აშენდება ერთხელ და სამუდამოდ ეს ქვეყანა და გაფრთხილდება ვირდი მეც შევერთდები. ვიტყვი იმას, რომ ეს პესიმისტური განცხადებები, რომ არაფერი არ შეიძლება, მგონი არასწორია პირიქით. ყველამ ერთმანეთი უნდა გავემხნევოთ და უთხრათ ერთმანეთს, რომ ვასწავლოთ ერთმანეთს დემოკრატიული ღირებულებები, ერთმანეთის უფლებები და როგორ მივახციოთ იმას მართლა რაც გვინდა და დავიცვათ ჩვენი უფლებები. მადლობა. იმედია წავა უკეთესობისკენ, მაგრამ ეს მარტო არ უნდა იყოს დამოკიდებული ხელისუფლებაზე. ჩვენც უნდა მივეხმაროთ ერთმანეთს, დაუდგეთ ერთმანეთს. გაუზიაროთ ჩვენი აზრები ერთმანეთს და ერთად ვაშინოთ რა მარტო ხელისუფლება ვერ შესწავლს. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილი სრულდება. ჩემი სტუმრები იყვნენ თელავში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოებრივი დარბაზის, პოლიტიკური პარტიების, მედიის წარმომადგენლები. ჩვენ საუბრობდით ახალი ხელისუფლების 100 დღეზე. მე გემშვიდობები, თუმცა არ ვემშვიდობები ტელემაყურებლებს, როგორია ძველი სიყვარულის ახალი ვერსია. ამას ჩვენ რეკლამის შემდეგ შევიტყოთ. დიალოგის სტუმრები არიან ცნობილი მომღერლები ვერიკო ტურაშვილი, ანდრი ჯოხაძე, ფინანსური დირექტორი ბექა ხალათაშვილი, ასე რომ დარჩით ჩვენთან, ჩვენ პირდაპირ ეთერში დაბრუნდებით რეკლამის შემდეგ. დაგველოდეთ.
გასაგებია.